დიდი ამბებია, როგორც ჩანს ხელისუფლების შიგნით, ხელისუფლება წოდებული ბანდის შიგნით. ზოგ მათგანს ცოტა ეშინია, ზოგი მათგანი ისტერიკაშია, ზოგი მათგანი აჩვენებს, რომ ბრგედარი, მაგრამ რეალურად დამფრთხალია. მოკლედ, შიდა დინებების თაობაზე ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ რაც ემჩნევათ საკმაოდ ძიმე მდგომარეობაში არიან. მაგრამ ახლა ერთი წამით, ზუსტად 30-35-40 წამით სულ სხვა თემაზე ვილაპარაკებ. სოფო ჯაფარიძე როა იცით თქვენ, ოპოზიციონერი, მან თქვა, მან ბრძანა ქართული ოცნების ყოფილი წევრების გეგმებს დეტალურად ვიცნობთო. კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს მათივე ყოფილი თანაგუნდელებისაგან მართველი ქართული ოცნებაო და ახლა ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ. როგორც ჩანს, სოფო ჯაფარიძის ამ განცხადებამ ერთგვარად დამატებით დააფრთხო ქართული რუსული ოცნება. და აბა ქართული რუსული ოცნება, რის ქართული რუსული ოცნება იქნებოდა, ამასაც რომ არ გამოხმაურებოდა. ოღონდ სოფო ჯაფარიძის პასუხი, სოფო ჯაფარიძეს პასუხი გასცა არა პაპუაშვილმა, დინარაძემ, კობახიძემ, ივანიშვილმა, ან სხვებმა და სხვებმა, არამედ პასუხი გამცემი არის დავით მათიკაშვილი, კაცი რომელზეც მე არც არაფერი არასოდეს არ მithქვამს, 12-13 წელია ის პოლიტიკაშია, შეიძლება ოდნავ ნაკლები, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს და კი, საკუთარი თავი მიაჩნია მსხვილი კალიბრის პოლიტიკოსად, ქართული ოცნების ერთ-ერთ სპიკერად წარმოაჩენს საკუთარ თავს, გონია რომ გონია გონთა შორის, მაგრამ რეალურად ჩემთვის პერსონალურად დავით მათიკაშვილი იმდენად უმნიშვნელო პერსონაა, რომ მასზე არც მე გამიმახვილებია ყურადღება და არც თქვენი ყურადღება შემიჩერებია, მაგრამ დავით მათიკაშვილს უთხრეს რა, WhatsApp ჯგუფში მისწერეს რა, რომ დათო შენ უნდა უპასუხო და უნდა უპასუხო სწორედაც რომ ასე, დათო მათიკაშვილიც გამოვიდა და განაცხადა პასუხი გვამცნო პასუხი სოფო ჯაფარიძეს და იქ საინტერესო სხვა საკითხიც არის, სხვა ნიუანსიც არის, სხვა დეტალიც არის, რაზეც მე გავამახვილებ ყურადღებას. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 30 წამზე ბევრად მეტი გამომივიდა და ვიმახსოვროთ, რა თქვა სოფო ჯაფარიძემ, რომ ქართული ოცნების ყოფილი წევრების გეგმებს დეტალურად იცნობს, კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს ქართული ოცნება მათივე ყოფილი თანაგუნდელებისაგან და ყველაფერზე ვერ ვისაუბრებო ბრძანა სოფო. ახლა ვისაუბროთ თემაზე დათო მათიკაშვილს რა დაავალა ირაკლი კობახიძემ, რა დაავალა პირველ ყოვლისა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც შეაბიჯა როგორც იქნა სუსში, შედგა ფეხი და დაიწყო საქმეების დალაგება, მოგვარება, სათავისოდ მორგება, გადმობარება და დეტალებში ჩარკვევა, გარკვევა და აი დათო მათიკაშვილი კი ამბობს შემდეგს გავხსნი, თქვენი ცნებავთვით ეგრეთ წოდებულ ლინკს შემოგთავაზებს და დათო მათიკაშვილის კი პასუხი, დათო მათიკაშვილის პასუხი კი ასეთია. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რაც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, რომ გუნდიდან გაგდებული ზოგიერთი ყოფილი წევრი საქართველოში რადიკალიზმს ასაზრდოებს უკაცრავად. რატომ დადასტურდა? სოფო ჯაფარიძემ რო თქვა, ეს აპრიორი სიმართლეა? რატომ ამბობთ, რატომ წარმოთქვამს ამ სიტყვას დადასტურდაო? ესე იგი მათაც აქვთ ინფორმაცია, რომ სოფო ჯაფარიძის ნათქვამი სიტყვა პრინციპში სიმართლეა, მაგრამ გავანებოთ ამასაც თავი. არ ვიცი ჯაფარიძეს წამოწდა ქვეცნობიერმა უღალატა თუ რა ქნა, მაგრამ ზუსტად ამაზე ისაუბრა მათიკაშვილი, ესაუბრება კი არა, ეთანხმება, როგორც ჩანს სოფო ჯაფარიძეს, რაოდენ საოცარიც არის, ანუ კი არ უარყოფს, რომ არაფერი არ არის ჩვენს გუნდში, არავითარი ბზარი არ არის, არავის არანაირი ინფორმაცია არ გააქვს, ან რა არის გასატანიო, არამედ პრინციპში ადასტურებს იმას იერიბად, ერთგვარად, სხვადასხვაგვარად, ტექნიკურად, ტაქტიკურად, რა მნიშვნელობა ადასტურებს იმას, რაც სოფო ჯაფარიძემ თქვა. კვლავ გავიხსენოთ, რომ გუნდში, მათი გუნდიდან ჟონავს ინფორმაციები და მათი გუნდიდან ეს მთავარი გუნდი, ეს ქართული ოცნების ბანდა ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს. მაგრამ ესეც არ არის მთავარი მათიკაშვილის ნათქვამში, პირისა, რომელ შესახებაც აკითხავთ, არასოდეს არაფერი მithქვამს, მაგრამ მან მიბიძგა ერთგვარად, რომ მასზეც მესაუბრა, რამდენადაც საინტერესო წაცდენები თუ ვინმეს აქვს, სწორედაც რომ მათიკაშვილია, ეს მათიკაშვილი შემომხვდება ხოლმე
მე ამასაც ვიტყვი ბარებ მეტრო დელისთან როგორც ჩანს ოჯახის კარგი გაგებით მუჭუჭი კაცია პარკებით ჩანთებით დახუნძდული სახლში როგორც ჩანს მიაქვს პროდუქტი ასე მაგალითად ძალიან უყვარს ბელარუსული რო აი მარკეტში შესეირნება და იქიდან გამოსეირნება სხვაგანაც არაფერს ვერ ჩოდი თითქოს თუმცა ოლეოლა ნამღერი კაცია და რაღაი ოლეოლა ნამღერი კაცია შესაბამისად ის ბანდიტია რომც არ ემღერა ერთ-ერთ მოქალაქეს რომელსაც სხვა შორის უჩილა რამდენადაც ვიცი ვაკეში წერტ ტყილეულების წერტ ასორთან თუ ასორთში მოქალაქეს რომც არ ემღერა მათიკაშვილისათვის ის ბანდის წევრია უთუოდ ოღონდ მე ყურადღებას არ ვამახვილებდი არ მიმაჩნდა მსხვილი კალიბრის პირად ახლა მიბიძგა იმიტომაც რაც თქვა ეს იმდენად ამაზრზენია ვერ გავიგე რა არის ამაზრზენის სოფო ჯაფარიძის განცხადება საერთოდ არც მინდა ამ თემაზე საუბარი მაგრამ არ უნდა მაგრამ დაავალეს მაგრამ ყველამ კარგად უნდა იცოდეს რომ ვინც კანონს დაარღვევს ოფს ერთი წუთი მისივე თანაგუნდელებს მიმართავს მე გეტყვით ვის გულისხმობს ოდნავ მოგვიანებით ვინც კანონს დაარღვევს უღალატებს სამშობლოს გუნდს სამშობლოსა და გუნდს შორის ტოლობის ნიშანი დასვა ბანდიტმა მათიგაშვილმა და იქნება თან დანაშაულის ჩამდენი ბუნებრივია მათ მიმართ კანონი და სახელმწიფო შეუვალი იქნებაო ამბობს მათიკაშვილი ოდესღაც არ მინდა შებეშალოს და მოყვანილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ოღონდ ირაკლი ღარიბაშვილს სრულიად შემთხვევით არ ვახსენებ ოდნავ მოგვიანებით 3-4 წუთში მას ზე გავამახვილებ მე ყურადღებას თქვენ კარგად იცით ჩვენ გვარებზე არ ვსაუბრობთ დასახელებზე არ ვსაუბრობთ და აი აქ არის საკვანძო სიტყვები ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ქართულ ოცნებას იმდენად უჭირს და იმდენად თავადაც იცის იმდენად კარგად იცის თავადაც რომ უშუალოდ გუნდში ყოფილი თანაგუნდელები მის აფეთქებას მისი ძირითადი დღევანდელი გუნდის აფეთქებას აპირებენ რომ ქართული ოცნება როგორც ჩანს განიხილავს ღიად დასახელებას იმ პირებისა რომლებიც ირაკლი კობახიძის ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა ირაკლი კობახიძის გუნდს დინარაძეს კობახიძეს თავად მათიკაშვილს პაპუაშვილს სხვებს და სხვებს პორტირებულებს ოდესღაც ღარიბაშვილის ლოკალური გუნდიდან კობახიძის ლოკალურ გუნდში მათ დასახელებას აპირებს და ეს პერსონები განიხილავს რომ ისინი დაასახელოს ეს პერსონები ვინ არიან მე გეტყვით გაგიკვირდებათ და არ არის გომელაური რომელიც უკაცრავად მასთან ასაგვირველია მაგრამ სხვას ვერ ხმარობ მიეტენა მივიდა კარგით ასე ვიტყვი კალაძის მერად წარდგენის პრეზენტაციაზე თაწმინდის პარკში და იქ ცოტა გაბჟუებული სახით როგორც ჩანს ნალოთავები იყო იჯდა არც თუ მეორე რიგში, არც თუ მესამე რიგში, უფრო მეორე რიგში და ამით ადასტურებდა და ბიძინა ივანიშვილს ეუბნებოდა რომ აქა ვარ, მე მოვედი, არ გეგონოს რომ მე სხვა გუნდში ვარ, მე იმ გუნდში ვარ, ვისაც რევანშის აღება უნდა. აი, პრეზენტაციაზე ყოფილებიდან, წასულებიდან სხვები არც ყოფილან რიჟვაძე იმ დროს უკვე თურქეთში იყო, თუ არ ვწდები და არ ვწდები, ხოლო ღარიბაშვილი არც მისულა და არც არავის დაუპატიჟია. ღარიბაშვილი, რომელიც სწორედაც რომ რიჟვაზის ამბავთან დაკავშირებით ძალიან მალევე მეუღლესთან ერთად გაჩნდა საავადმყოფოში, აი ბიძინასთან გაგიკვირდებათ და არ მისულა ის საკმაოდ გაბრაზებულია ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მამამარ ჩენელზე, რომელმაც არა მარტო გაუშვა თანამდებობიდან იქნება ეს შვებაც კი იყო ბატონი ღარიბაშვილისთვის, მაგრამ აი მას შემდეგ ერთხელაც კი არ უპასუხა ღარიბაშვილს. როცა ეს უკანასკნელი მას უკავშირდებოდა ტელეფონით, ბატონო ბიძინა, კარგადა ვარ, შეხსენება უნდოდა საკუთარი თავისა არა. ბიძინა ივანიშვილმა გულიდანაც ამოიღო ეს ტრიტრი კაცი, ხო? ბერას ახლობელი თუ უნდა, თესავი თუ უნდა, ელმირონი თუ არ ვიცი ხა, მათ შიდა საკითხებში ნუ არ ჩავძვრები, ხო? არ არის საინტერესო თითქოს. მეორე პირი, ვის დასახელებასაც შესაძლო დაპირებს ქართული რუსული ოცნება კობახიძის ფრთა, ეს არის გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც გადაუგდეს ერთი თანამდებობა, რომლის ხელმძღვანელიც არის
ბატონი გულედანი სხვაშვილი ძალიან კარგი კაცი აი ხილად ვლაპარაკობ მე არაფრის არ მერიდება ძალიან წესიერი კაცი და ეს მანამდე ბატონი გულედანი ვიდრე რომელიც თვალწები მე დედაქალაქის მერიაში მუშაობდა მანამდე ბატონი გულედანი ვიდრე დაინიშნებოდა ამ თანამდებობაზე მანამდე ლილუაშვილს მისცეს ეს თანამდებობა ამათთან შედარებით მართლა ოტო ფონ ბისმარკია ლილუაშვილი ამას თელი პასუხისმგებ გონიერი კაცია ხო სხვა საქმეა რომ ამათ სამსახურში იყო სამწუხაროდ და სუსი მის დროსაც არაფერს არ აკეთებდა იმას რაც უნდა გაეკეთებინა ეს არის რუსული აგენტების გამოვლენა და მის დროსაც დაძდევდა სწორედაც რომ დავალებების შესაბამისად დაძდევდა საქართველოს მოქალაქეებს და ხშირ შემთხვევაში ამწარებდა კიდეც და უთვალთვალებდა, აუბედურებდა, ასე შემდეგ, მაგრამ ამათთან შედარებით ესე პიროვნული თვისებები ბატონ ლილუაშვილის არის შეუდარებლად მაღალი პიროვნული თვისებები არა ცოდნა, მოდი ასე ვიტყვი, არც ის თვითონ არის ხა ფუშე, მაგრამ ფუშე იყო თუ დრუჟე, ფუშე, ხო, საფრანგეთის ნაპოლეონის პერიოდის მინისტრი, მაგრამ ლილუაშვილი ამათთან შედარებით მართლა ბისმარკია. ეხლა რატო უყვები ამ ყველაფერს? იმიტომ რომ ესენი აპირებენ ამ ორი უკანასკნელის ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის ლუსტრირებას და დასახელებას, აი ესენი გვებრძვიან, ესენი აფინანსებენ ოპოზიციას, კი არა რაღაც რადიკალურ ჯგუფებსო. სხვათა შორის, აი მე გეტყვით რა მაფიქრებინებს, კი არა რა მათქმევინებს ამას. თქვენ კარგად იცით რომ ჩვენ გვარებზე და სახელებზე არ ვსაუბრობთ, რატო არ ვსაუბრობთ ჩვენში ვერჩეს? თუ სახელმწიფოს ძირს უთხრიან, ახლა აი თქვენი ყოფილი თანაგუნდელები არიან, ამიტომ ხელსაფარებთ. მაგრამ, ავგასწრებთ ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ამას ამბობს დათოია ბათიკაშვილი. აქ არ არის აქ კონკრეტულ იდენტიფიცირებულ ადამიანებზე საუბარი. ვერაფერი ვერ გავიგე ერთმანეთს ეწინააღმდეგება, წინა და ეს წინადადება. თუმცა ფაქტი იმისა, რომ აქედან გაგდებული პირები, გაგდებული ვინ არის? გახარიაზე რო არ ლაპარაკობთ, გასაგებია. აქედან გაგდებული პირები, ან რატო არის გაგდებული ლილუაშვილი? მას ხომ შესთავაზეთ, თანამდებობა უბრალოდ მანვე თქვა, უარი, რატო არის გაგდებული ღარიბაშვილი? ის უბრალოდ წავიდა, იმიტომ რომ ჩვენ ხო ესე ვიცით, ამას ხვები, ხო ეს იყო თქვენეული ვერსია, მათი ბანდიტების ვერსია, რომ ღარიბაშვილი გადადგა და ახლა ახალი სისხლი ირაკლი კობახიძე უნდა მოსულიყო და მოვიდა კიდეც ღარიბაშვილიც კი რომელსაც როგორ შეიძლება შეაქო ღარიბაშვილიც კი აი კობახიძესთან შედარებით მზაკვარ კობახიძესთან შედარებით არის უდანაშაულოების განსახიერება თავად დამნაშავე კახური კლანის ლიდერი ღარიბაშვილი რომელიც გაჯავრებულია ბიზნესზე მეთქი აკი გითხარით და გავიმეორებ ამას და გაგდებული პირები გარკვეული ფორმით ცდილობენ რადიკალიზმის აეხალისებინათ ცდილობდნენ და დაეფინანსებინათ კიდეც ეს ფაქტი არის სახეზე ოცნების დეპუტატი ნათიკაშვილი ამბობს IPN-თან IPN-ი აღწელებს უბრალოდ მის ამ განცხადებას ანუ ინტერპრესი მივლენ ესენი იქამდე რომ სოფო ჯაფარიძის და არა მხოლოდ სოფო ჯაფარიძის არამედ სხვათა განცხადებები ამათი შემორღვევის თაობაზე იმის თაობაზე რომ ამათ აქვთ პრობლემები დადასტურდება და მივლენ ესენი იქამდე რომ რა გინდა რა მიზეზით სხვა მიზეზით გაჯავრებულ გაბრაზებულ ღარიბაშვილს დაადებენ ხელს და მე ვეჭვობ რომ დაიჭერენ კიდეც ლილუაშვილსაც კი რომელსაც ეტყვიან რომ შენ განჟონავდა ინფორმაციები რომლებსაც იყენებდა ესა თუ ის მედია და ვინიც ის იქნებ შენ დაინტერესებულიც კი იყავი იმით ან თუ იმაში რომ ქართული ოცნების ბიზნესმენის წინააღმდეგ გარკვეული კამპანიები აგორებული იყო ლილუაშვილი ის კაცია რომელიც ობიექტურ უფრო ზუსტი რო ვიყო არა იმდენად ობიექტურ რამდენადაც რეალურ ინფორმაციას აწვდიდა ნაჩალნიკ ბიზნა ივანიშვილს და ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ეს უკანასკნელი ლილუაშვილს შემოსცხრა მათ შორის იმიტომაც რომ პოზიტივის ნასახი ლილუაშვილის მიერ მიწოდებულ ინფორმაციებსა და ანალიზში საერთოდ არ იყო ბიზნა ივანიშვილს როგორც დიქტატორს უნდა რომ მას ეუბნებოდნენ მას ახსენებდნენ რომ ყველაფერი არის კარგად და თუ ვინმე ობიექტურად შეაფასებს ან ოდნავ კრიტიკულად გახედავს პროცესებს ივსება ბიზნა ივანიშვილის მოთმინების ფიალა და მერე ჯავრდება და აკი ამიტომაც მოხსნეს კი არა ესე
თითქოს გადახავდათ ილუაშვილი სადღაც, ანუ აქვეითებდნენ რეალურად, მაგრამ მერე ილუაშვილმა თავად თქვა უარი ამ ჩამოქვეითებაზე და სხვათა შორის ხსენებული გომელაურისაგან განსხვავებით არც მიეტენა დაწმინდის პარკში, სადაც კალაძე ბანდიტის მერად წარდგენის ცერემონია თუ ღონისძიება იმართებოდა. ახლა მე გეკითხებით, რას ველით, კი არა, როდის ველით დაახლოებით ახმამაღლებას ირაკლი კობახიძის გუნდისა და მამუკა მდინარაძე რატომ დანიშნეს, როგორ გონიათ? იმიტომ რომ ანრი ოხანა ერთ-ერთი ვერსიით ანრი ოხანაშვილმა მართლაც ვერ გაართვა თავი და ანრი ოხანაშვილს ხო არ ვიცავ ახლა მე, მაგრამ ანრი ოხანაშვილმა არა მარტო ვერ გაართვა როგორც პროფესიონალმა, ანუ არაკვალიფიციურმა პირმა ამ დაგისრებულ მოვალეობებს თავი, არამედ არც იკადრა ზოგიერთი ამბავი, რომ შეეტენა და შეეთითხნა საქმეები მისივე ყოფილი მეგობრის ირაკლი ღარიბაშვილის და ლილუაშვილის და სხვათა წინააღმდეგ ეხლა რიჟვაძე ოდნავ გადარჩენილია, თუმცა გადარჩენილია იმიტომ რომ მას ტელეფონი არ აქვს და თურქეთში იმკურნალობს, მაგრამ როცა იმკურნალებს მე მგონია რომ რიჟვაძე აღარც დაბრუნდება და შეიძლება დადგეს ის ჟამი მომენტიც, როდესაც მან გააკეთოს განცხადება იმის თაობაზე რეალურად რა მოხდა საგარეჯოში, ესროლეს თუ ისროლა და თუ ისროლა, მართლა Facebook პოსტებისა და გამო გაჯავრდა, ვინმე იუზერი რომ წერდა მასზე კრიტიკულ რაღაც სიტყვებს რომ ხმარობდა და შესაძლოა აგინებდა კიდეც და ეხა წაიკითხა და თავის მოკლასსა და თუ ესროლეს, თუ ისროლა იმიტომ, თვითმკვლელობას სცადა იმიტომ, რომ შესანიშნავად იცოდა რომ მასაც მიადგებოდნენ და მათ შორის ფულის დაბრუნების მოთხოვნით თუ უფრო მკვეთრი მოთხოვნით. მოკლედ, ხო, იქ არ გაგვავიწყდეს რომეო მიქაუტაძე, იქ არ დაგვავიწყდეს რამდენიმე ისეთი პირი, რომლებზეც ახლა ბევრი ინფორმაცია სულაც არ არსებობს, არ დაგვავიწყდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე პროცესები, არ დაგვავიწყდეს ამბები, რომლებიც მართლა გველის წინ და მათიკაშვილი ვინ არის? ერთი 51 ხარისხოვანი დეპუტატი, მაგრამ კობახიძე უთაოდ ჩემი მოსაზრებითაც ახმამაღლდება ირაკლი ღარიბაშვილია სახელმწიფო გადატრიალების მომწყობი, ირაკლი ღარიბაშვილის დაჭერა გვინდა ჩვენ ბატონო ბიზინა, ამას შეუთანხმდებიან იმას დამფუძნებელ მამას, რომელიც ღარიბაშვილსაც გასწირავს დღეს, კი არა ხვალ და უცილებლად გაწირავს თვითონ ირაკლი კობახიძესაც უკვე მაზეგ შეარჩიოს ოღონდაც კი მისი ალტერნატივა და შეარჩევს თუ არჩენებს დანიშნავს ბიზინა ივანიშვილი მომავალი წლის მაისში, რაც გამორიცხული სულაც არ არის, ჩემი ფიქრით კობახიძე მდინარაძეზე სულაც აღარ გაკეთდება, პაპუაშვილზე სულაც აღარ გაკეთდება, აქცენტი ამ გოშიებმა საკუთარი მოვალეობა შეასრულეს და რომელიმე ერთი მათგანი საკონსტიტუციოში წავა, მეორე საელჩოში სადმე, მესამე ბიზნესში გადაინაცვლებს და ასე შემდეგ, ხოლო მანამდე უნდა სჭამონ და ჭამონ ფუბოდიშე პერსონებს კი არ ვეხები ამ შემთხვევაში, მაგრამ ვირთხებმა, არქიპოს ვირთხებმა უნდა ჭამონ და ჭამონ ერთმანეთი. ღარიბაშვილი მე მგონი და ჩემი ინფორმაციითაც წლის ბოლომდე მას დაასახელებენ როგორც მთავარდამფინანსებელს, რაც აფინანსებდა კარგად არ მესმის ოღონდ. მთავარდამფინანსებელს ექსტრემისტული რადიკალური ჯგუფებისა ლილუაშვილსაც მიაყოლებენ და ახო გომელაურსაც შესაძლოა დამოუკიდებლად იმისა ის მეტად გალოთდება თუ არა, დამოუკიდებლად იმისა ის გამობჟუტყვებული სახით ივლის თუ არა, რომელიმე მომავალ პრეზენტაციაზე, მაგალითად მაშინ მივა თუ არა დაფიქსირდება თუ არა, როდესაც კახა კალაძე გახსნის შამპანურს და იზეიმებს გამარჯვებას ირაკლი კუპრაძეზე. დროებითია ძალაუფლება, რომელსაც ფლობთ თქვენ, დროებითია ბატონმა დავით მათიკაშვილმა კი უფრო ხშირად უნდა იაროს დელისზე და მოიმარაგოს ბელარუსული პროდუქტი, იმიტომ რომ ბელარუსს აქ ამ ქვეყანაში არავინ დაუშვებს, ანუ ჩვენ მათიკაშვილებს ბელარუსს აქ არ გავაკეთებინებთ. ნახვამდის.